საკრებულოს ბიუროს მეოთხე რიგარეშე სხდომაზე 2017 წლის ბიუჯეტში ხმათა უმრავლესობით მორიგი ცვლილებები დაამტკიცეს. ამჯერად მერის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით რამდენიმე საბიუჯეტო სამსახურს დაფინანსება შეუმცირდა. გამონთავისუფლებული თანხების ხარჯზე კი გაიზარდა კულტურული და სპორტული ღონისძიებების, ასევე მერიის წარმომადგენლობითი და ტრანსპორტის ხარჯები, ხოლო საკრებულოს ოფისის ხარჯები გაიზარდა. დღეს იყო 2017 წლის მეოთხე რიგარეშე სხდომის მოწვეული იქნა. აქედან გამომდინარე მერმა ითხოვა რიგარეშე სხდომა, სადაც განსაზღვრული იყო ერთი საკითხი, ეს ეხება 2017 წლის ბიუჯეტის ცვლილებებს. კომისიამ შესაბამისო კომისიამ განიხილა საკითხი, იყო მსჯელობა, კამათიც, მაგრამ დადებითად იქნა გადაწყვეტილება მიღებული და ერთი იყო წინააღმდეგი, დანარჩენმა 11 ადამიანმა დაუჭირა მხარი ბიუჯეტის ცვლილებებს. ახსენებია ეს მომენტი, რომ ბიუჯეტში არის გათვალისწინებული თქვენ იცით, რომ ჩვენ რამოდენიმე წლის უკან ხელშეკრულება გავაფორმეთ დამეგობრებასთან დაკავშირებით ისრაელის ერთ-ერთ ქალაქთან. აქედან გამომდინარე არის მოწვევა, რომ ჩვენი ქალაქის ჯგუფი ფაზისი მიწვეული არის ისრაელში და აქედან გამომდინარე გავითვალისწინეთ რა ის რომ საჭიროებს ფორმებს, ახალ ფორმებს ბავშვებისათვის, რომელიც ჩაისვა ბიუჯეტში და შესაბამისად მათთვის იქნება შეკერილი ფორმები ახალი, რომელიც წარდგებიან ისრაელის ქართულ მაყურებლებთან და არა მარტო ქართულ მაყურებლებთან. ბიუროს სხდომას 13 საკრებულოს წევრი ესწრებოდა. აქედან ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია ირაკლი დუნდუამ დააფიქსირა. მოგეხსენებათ წლის დასაწყისში, როდესაც ბიუჯეტი იქნა დამტკიცებული, ჩვენ კატეგორიულად აღნიშნეთ მაშინაც და ხარი არ დაუჭირეთ არსებულ ბიუჯეტს, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ბიუჯეტი არის მორგებული მხოლოდ რამოდენიმე კონკრეტულ პიროვნებებზე, ეს არ არის საზოგადოებაზე მორგებული და ქალაქზე მორგებული ბიუჯეტი. აქედან გამომდინარე, ყოველი ცვლილება ბიუჯეტში ყოველ ცვლილებაზე ხდება ისე, რომ რაღაც თავიანთი კომფორტებისთვის აკეთებენ ცვლილებას, როდესაც სოციალური ფონი არის დაბალი და ადამიანებს ელემენტარული შეშარა აქვთ სახლში მიტანილი, როდესაც ელოდებიან ქალაქმა უნდა დაურიგოს, ამისთვის არ ზრუნავს და წარმომადგენლობითი ხარჯები იზრდება მერის და საკრებულოსი და ტრანსპორტის ხარჯები, რომელიც აბსურდია ნამდვილად. ეს არის დაცინვა უბრალოდ. აქედან გამომდინარე, მხარს ვერ დაუჭერდიან ბიუჯეტს და ვაპროტესტებ კატეგორიულად, რომ და მოუწოდებ ადგილობრივ წარმომადგენლებს და ხელისუფლებას, რომ პირად კომფორტს თავი დაანებონ და საზოგადოებაზე და მოსახლეობაზე იზრუნონ. საკრებულოს ბიუროს მეოთხე რიგარეშე სხდომაზე დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი იყო წარმოდგენილი.